საქართველოში ავარიების რაოდენობა გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით 2025 წელს 5969 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა 2024 წელს 5866 იყო. მოიმატა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობამაც. სამინისტროს ინფორმაციით ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვევის მანევრით მოხდა. 2025 წელს გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით საგზაო შემთხვევები. გაზრდილია ყველა მიმართულებით, აქ იქნება ქვეითების ნაწილში ყოველი მესამე არის ფეხით მოსიარულე დაღუპული, თუმცა აქ მნიშვნელოვანია წამყვანი ფაქტორები, რის გამოც ავტოავარიები ხდება. ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი არის მოხვევის მანევრი, თუმცა სიჩქარის გადაჭარბება არის ის წამყვანი ფაქტორი, რომელიც მოხვევის მანევრის დროსაც მონაწილეობას და კონტრიბუციას იღებს, იმიტომ რომ შეიძლება მოხვევის მანევრი იყოს დარღვევა, მაგრამ ის რომ ფატალურად სრულდება შემთხვევები და შედეგები, ამას სიჩქარე განაპირობებს. შესაბამისად, წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს წამყვანი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც იწვევს ყველაზე მეტ დაღუპვას და დაზიანებებს. ძალიან მნიშვნელოვანია წერტილოვნად ვიმოქმედოთ და ეს ფაქტორები, რომლებიც ადამიანებს ღუპავს და დიდ ზიანს აყენებს მთელი წლის განმავლობაში, უნდა იქნეს აღმოფხრილი და რა თქმა უნდა არსებობს ამისთვის სხვადასხვა ხერხები და ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებენ სხვა ქვეყნები და რომელთაც მოახდინეს ამის შემცირება. თუმცა უნდა ითქვას, რომ გლობალურად სიჩქარის გადაჭარბება მაინც რჩება წამყვან მიზეზად, თუ რის გამო იღუპებიან გზებზე ადამიანები და ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს გამოსაყენებელი, მაგალითად, როგორიც არის სიჩქარის კონტროლი და ქულების ჩამოკლება, უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ქულების ჩამოკლება ხდება მაშინ, როდესაც პატრული გააჩერებს დამრღვევს, მაგრამ კამერების მეშვეობით ქულათა ჩამოკლება არის ძალიან ეფექტური მეთოდი და ჩვენი შეთავაზება და რჩევა ხელისუფლებისთვის იყო და რჩება, რომ ქულათა ჩამოკლება ხდებოდეს კამერების მეშვეობით, კონკრეტულად სიჩქარის გადაჭარბებაზე.